რომ ეს ადამიანები მომავალ წელს აუცილებლად შემოგვიერთდება. ეხლა ზოგადად ამ 45 ავტორიდან Robinson ქუთაისიდან სიტყვაზე ბათუმიდან აღარ მოგიყვავდა იმას. თუ არ ამ პირველი კონკურსის დასრულებას და ნუ ასე ვთქვათ დაზვერვითი სტრატეგია და ტაქტიკა აიჩინა. იყვნენ ძალიან ბევრი და არიან. ძალიან კარგია რომ თელავში ამას მხოლოდ ფოტოკონკურსის შესახებ გააჟღეროს, იმიტომ რომ აქ არის ის აუდიტორია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ რატომღაც მაგ ეჭვი რომ ამით უნდა დაინტერესდეს. მესამეა გიორგი ჩეკურიშვილი, ვაუჩერი 100 ლარის ოდენობით. კონკურსი გამოცხადა რამოდენიმე თვის უკან, მოგეხსენებათ, პირველად ჩატარდა ასეთი სახის კონკურსი თელავის ისტორიაში, ასე ვთქვათ, და მიზანი რა თქმა უნდა იყო ის, რომ ამ ფოტოკონკურსის ფარგლებში რაღაც გარკვეული ამ ეპოქის ისტორია შეიქმნება ქალაქზე. მეორე ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება კარგ და სასიკეთო საქმეში ჩაბმული და კიდე უფრო მეც მიეცემა თავის წარმოჩენის საშუალება და მე ვთვლი, რომ და ხელი შეეწყობა ხელოვნების ამ მიმართულებას. რასაც ჩვენ აუცილებლად შემდგომში გავაგრძელებთ როგორც ტრადიციას, ისე დავაფუძნებთ და გავაგრძელებთ ყოველწლიურად ამ კონკურსს. შეიძლება რაღაც პატარა სახეცვლილებებით, მაგრამ ტრადიციულად ეს იქნება. 3 თვის წინ გამოცხადდა კონკურსი, ეს თელავია, რომელშიც მონაწილეობდა 10 ავტორი, 45 ნამუშევრით. ავტორებმა სხვადასხვა რაოდენობის ნამუშევრები, აბსოლუტურად თავისუფლები იყვნენ ისინი არჩევანში და ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იყო თელავი. და აი ამ 10 ავტორის 45 ნამუშევრიდან კონკურსის დებულებით უნდა გამოვლენილი იყო სოციალურ ქსელში, მოკლედ ლაიქების, ანუ ეგრეთ წოდებული მოწონებების საშუალებით გამარჯვებულები. გამოვლინდა 3 გამარჯვებული და აგრეთვე ყავდა სპონსორის სიმპათია. სპონსორი ამჯერად გახლდათ გიკა სტუდია, რომელმაც გამოავლინა თავისი სიმპათია და გაიმარჯვა ბატონმა გიორგი ბეჟანიშვილმა თავისი ერთ-ერთი ნამუშევრი. გიორგის ზოგადად 4 ნამუშევარი ჰქონდა წარმოდგენილი და ერთ-ერთი გახდა სპონსორის სიმპათია. გარდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის ნომინაციებისა, სადაც მერის მიერ იყო დაწესებული ფულადი ჯილდოები, პირველი ადგილის მფლობელმა მიიღო 300 ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილის მფლობელმა 200 და მესამე ადგილზე გასულმა 100 ლარის ვაუჩერი. გარდა ამისა, ჩვენმა კომისიამ გამოავლინა ამ 10 ავტორიდან 8 მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ნამუშევრებით ასევე და აი ამ ნამუშევრების საფუძველზე თელავ ქალაქობაზე წელს ჩვენ მოვამზადებთ კალენდარს, 2016 წლის კალენდარს, რომელშიც შევა როგორც გამარჯვებული ნომინანტების ნამუშევრები, ასევე ეს საუკეთესო 10 ავტორი, რომელიც თავისი ნამუშევრებით 2016 წელს არაერთი თელაველის სამუშაო მაგიდას დაამშვენებს თავისი კალენდრით. ვფიქრობ, ესეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია და მომავალში ჩატარდება. პირადად მე მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ ვთვლი ჩემი ქალაქის პოპულარიზაცია ერთ-ერთი სახით ხდება ფოტოებით და მინდოდა ჩემი სურათიც მოხვედრილიყო ამ საქმეში. მე დავიკავე მესამე ადგილი, თუმცა თუ მომავალში მივიღებ მონაწილეობას ასეთი ტიპის კონკურსებში, რაც ცოტა მეეჭვება, აუცილებლად ვიბრძოლებ პირველი ადგილისათვის.